სოხუმს უყურე, ეხლა მოვედი სახლში კინოთეატრიდან და მინდა რომ ჩემი აზრი გაგიზიაროთ. ძალიან მომეწონა, მართლა ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა ძალიან დავუმზივდი, მაგრამ იმდენად დიდი იყო სიამაყის შეგრძნება, რომ ყველა უნდა ნახოთ მართლა ეს ფილმი და მინდა რომ რამდენიმე კომენტარი გავაკეთო. პირველ რიგში მომეწონა ერთი კონკრეტული რაღაც, რომ ზოგადად მსგავს შემთხვევებში ფილმი მიდის ხოლმე ორი სახით. ერთი რომ მიდის რაღაც ნარატივი, ინდივიდუალური ამბები და მათი ტანჯვის ფონზე ყვებიან რაღაც ამბავს, რაღაც იდეას, რაღაც ტრაგიკულ მოვლენას, ომს და ასე შემდეგ. მეორეა უფრო რომელიც არის თვითონ საუბარ მოქმედებებზე გადაღებული, რომელიც უფრო მეტად ატარებს შინაარსს, სადაც უფრო მეტად ექშენზეა ყურადღება გამახვილებული. აქ შერეული იყო ორივეს ნაზავი იყო და ძალიან მომეწონა. იყო ეს ქუჩის ბრძოლების სცენები, თვითონ კამერაც მოძრაობდა, ან კარგ სტილში იყო გადაღებული და მომეწონა. კარგად იყო ასევე ნაჩვენები ქართველების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ქართველი მებრძოლების დამოკიდებულება, რომლებიც ანუ მზად იყვნენ რომ უბრალოდ წასულიყვნენ და თავი გაეწირათ. ყველა კარგად იაზრებდა თვითონ მთავარი ლიდერებიდან დაწყებული იგივე ჟიული შარტავა, იგივე გურამ გაბისკირიას მეთაურობით უკანასკნელ რიგით მებრძოლებით დამთავრებული, როგორ მიდიოდნენ იმისთვის, რომ უბრალოდ საკუთარი სამშობლო დაეცვათ. ერთი კონკრეტული საკითხი იყო უბრალოდ, რაც არ მომეწონა ნამდვილად და ეს იყო ის, რომ ფაქტიურად კითხვის ნიშანი კი დატოვეს, მაგრამ ფაქტობრივად მინიშნება იყო იქით, რომ ზვიადმა თავი მოიკლოს, ზვიად გამსახურდია საქართველოს უდიდეს პრეზიდენტს, თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს და ეს ნამდვილად არ მომეწონა. და ბოლოს შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენ სოხუმში, აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში, არის ტანკით, სისხლით, უსისხლოდ, ჩახუტებით, ტკბილი სიტყვით თუ როგორ, მაგრამ უბრალოდ ერთი ადამიანური კითხვა მიჩნდება, რომ ჩვენს არა ქართველ აფხაზებთან რომ ღირდა ეს ყველაფერი ამან. სხვადასხვა ველოდი რომ ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ფიგურები უფრო წინ იქნებოდა წამოსული. ნუ ხანდახან ცოტა უფრო მეც ნიშნავს და შესაძლოა ეს პრინციპი იყო, რომ ანუ აი ცოტათი რომ გამოაჩენდნენ და ანუ რეალურად მათ ბუნებას აი ასეთი ნაკლები ჩვენებით რომ წარმოაჩენდნენ მათ სიდიადეს და რუსთავი ეს ყველაზე ლამაზი სცენა რაც იყო ნიკრდა ჟეზნი, ანუ ეს ძალიან ლამაზად არის ნაჩვენები თვითონ შინაარსობრივად. მოკლედ მინდა რომ ვისურვებდი რომ ეს ფილმი ყველას გქონდეთ ნანახვა. ნუ მომავალში რა თქმა უნდა გაგრძელდეს ამ თემაზე მუშაობა და სხვადასხვა ასპექტებით უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გაშუქება. დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენ ამ შენობას ვერ დავტოვებთ. ასეთ დროს ახლა აქ არის მთავარი დარტყმა. მადლობა, სულიგანებს ეს არ არის ასეთ დროს. ეს არის მთავარი დარტყმა ფაქტიკალ და ეს ვაშკაცყალ გარეკადრება, მთავარი დარტყმა.